Tilis Saministro, Radio Imedze. მოგესალმებით, მე კვლავ დაგიბრუნდით, ვინც ახლა გაიღვიძეთ და შემოგვიერთდით. გეტყვით, რომ დღეს 21 თებერვალია, მსოფლიო მშობლიური ენის დღეს აღნიშნავს, რა მდგომარეობაშია დღეს ქართული ენა, ზრუნავს თუ არა სახელმწიფო მისი სიწმინდის დაცვაზე, როგორ შეიძლება არსებული პრობლემების გადაჭრა და ზოგადად როგორ საუბრობთ, რამდენად გამართულად საუბრობთ ქართულად. ჩემი სტუმარია ფოტორეპორტერი გოგა ჩანადირი, რომელიც მე უკვე არაერთხელ აღნიშნე დღეს დილიდან, რომ ყველაფერი ქართულის სადარაჯოზე დგას. გოგას მთელი საქართველო აქვს შემოვლილი და მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად გაშლის და ისაუბრებს ამ თემაზე და უპირველეს ყოვლისა დიდი მადლობა იმისთვის, რომ შემოგვიერთდი. გოგა, მოდი დავიწყოთ პირდაპირ, არ მინდა დრო დავკარგოთ, რა მდგომარეობაშია დღეს ქართული ენა? დილამშვიდობისა, სამწუხაროდ ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ქართული ენა, შეიძლება და უკეთეს მდგომარეობაში ყოფილიყო, მაგრამ Facebook ენამ და გადაპრანჭულმა დამოკიდებულებამ ინგლისურის მიმართ ქართულთან ენა კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში ჩააგდო, იმიტომ რომ რაღაცნაირად ჩვენ მაინც შევძელით 90-იან წლებში მოგვეხერხებინა მეტნაკლებად მაინც გავგედენა რუსული ბარბარიზმები, ისეთი როგორც იყო სეიმიჩკა, მაროჟნი, შოკოლადი, ხო, კუტკა და ასე შემდეგ. ხო, მაგრამ მე უკვე ამ ინგლისურმა არ ვიცი რა თავბრუ დაახვია ამ ადამიანებს, რატომ უნდათ რომ ეჩვენებინათ რომ ჭკვიანები არიან, ასე ამ სიტყვას რა ხარუხით. შემოიტანეს ისეთ სიტყვები, როგორც არის ლოკაცია, რელევანტური, პოზიტიური, რა არ ჭირდება. მენეჯერი, ამ დროს მენეჯერი სიტყვა გვაქვს, შვენიერი სიტყვა ქონა, მართველი, ხელმძღვანელი. და ამას რატო კარგავ? იცი რა არის? ხა მე მინდა დავშვა წარსულსაც გადავალო, თვალი თუ რუსულად მეტყოლებდი გამართულად და ქართულ ენას ურევდი რუსულ ენას, მაშინ ასე ვთქვათ, ითვლებოდი რაღაცა გადაპრანჭულ კულტურულ განათლებულ ადამიანად. ახლა ზუსტად ეს სიტუაცია კარგად აღნიშნე, რომ რუსული ჩაანაცვლა ინგლისურმა. კი, ძალიან კარგია. რაც მეტი ენა იცი, მით უკეთესი, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ხო, უნდა ვისაუბროთ ქართულად, გამართულ ენაზე, გამართული ქართულით, ხო? ნუ ფაქტია, რომ პრობლემა არის. პრობლემა დგას, მაგრამ როგორ უნდა გადაწყდეს ეს პრობლემა, გოგა, იმიტომ რომ აქ არა მარტო დაუშვათ საუბარია პედაგოგებზე, მშობლებზე, მთლიანად ალბათ რაღაც გარკვეული სახელმწიფო პოლიტიკაც უნდა შეიცვალოს, სახელმწიფოც ძალიან უნდა ჩაერთოს ამ ყველაფერში და იზრუნოს, ხო? იზრუნოს ენის გამდიდრებაზე. მე არ ვიცი, ალბათ რაღაცა გარკვეული პროექტებიც, გარკვეული პროგრამები უნდა იყოს. თავარი არის ის, რომ ადამიანები მიხვდნენ იმაზე, რომ სუფთა ქართულით საუბარი არ არის რაღაცა უხერხული, იმიტომ რომ ეხლა ძალიან ხშირად შემოხვედრა ესეთი ადამიანი, რომ თუ დავშვათ ეხლა ნუ რუსული იყო ადრე და ახლა ინგლისური სიტყვებით არ ჩაანაცვლებს ქართულ სიტყვებს, მაშინ რაღაცა ესეთ არ მინდა ესე ვთქვა, მაგრამ რაღაცა გოიმურად გამოიხურება. ხო, რამდენიმე ძალიან საინტერესო კითხვა დავსვი. პირველი როგორ უნდა ვიზვნოთ, რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის ენა დავიცოთ. ჩვენ თამამად შეგვიძლია ახალ სიტყვებზე ვიფიქროთ, როგორც ეს მოხდა საუკუნის დასაწყისში, ან მე-20 საუკუნის, ან 30-იან წლებში, როცა ენათმეცნიერები ნიკოლაძის მეშვეობით და კიდევ ძალიან ბევრი შეიკრიბა და ისეთი სიტყვები შემოიტანეს დღეს ქართული, რომელიც გარშემო დღეს ქართული ენა წარმოუდგენელია, ისეთი სიტყვები როგორც არის განტოლება, ლიანდაგი, ფეხბურთი, საჯი, ესე იგი ჟანგბადი, ზეჟანგი, ნახშირორჟანგი, ასე ვთქვათ, კიდე რა მამრავლი, ნამრავლი, ასეთი სიტყვები საერთოდ არ ქონდა, მაგრამ დასწნა ჩვენ ენათმეცნიერები მოიფიქრეს ძალიან ბევრი სიტყვას დღესაც ინგლისურიდან შემოვიდა პრაქტიკულად აქვს შესატყვისი. ნუ შეიძლება რამდენიმეს არ ქონდეს, მაგრამ დასწნათ ვილაპარაკოთ, თუ არ იქნება შესატყვისი დავტოვოთ მაშინ ისე როგორც არ დაგვჭირ კომპიუტერი, როგორც დაგვჭირ ტელევიზორი, რადიო და ასე შემდეგ. მე პურიზმის მომხრე არ ვარ. მე არ ვარ მომხრე აბსოლუტურად წმინდა ქართულით ვილაპარაკოთ. არ შეიძლება ასე, მაგრამ ასევე ენა შეუძლია თარგმნას, მიიღოს და მით უფრო თუ ჩვენ გვაქვს უკვე არსებული სიტყვები, რატო ავიღებთ უცხო სიტყვას? და გოგა, ფაქტია, რომ თუმცა მსოფლიოში ენათმეცნიერები თანხმდებიან იმაზე, რომ ქართული ენა არის ულამაზესი და უმდიდრესი ენა. უმდიდრესი და ერთ-ერთი უძველესი ენა, წარმოიდგინეთ, თან ისეთი ენა, რომელსაც თუნდაც შუშანიკის პერიოდთან აქვს ბმა, ისე რომ ლოგიკურად ჩაწვდე რა არის, როგორია იმ პერიოდის ქართული ენა. ძალიანაც კი არ დაშორებულა ქართული ენა. წარმოიდგინეთ, მაშინ როცა ორი ბერძნული ენა არსებობს, ძველი და ახალი ბერძნული ენა, რომელიც პრაქტიკულად დაშორებულია. პრაქტიკულად თანამედროვე ბერძნული, ძველი ბერძნული არის. ძველი ბერძნული ხალხი სწავლობენ.
და ასე დაშორდა ერთმანეთს ძალიან ბევრი ენა, მაგრამ ქართველები ჩვენ თუ ჩაუღრმავდებით ყოველ შემთხვევაში ახლა 25 წლის ასაკში და არა მერვე კლასში თუ ჩაუღრმავდებით ჩვენ შუშანის აბსოლუტურად გავიგებთ. ან ძველ აღთქმას რასაც ჩვენ ფსალმუნებს რასაც წავიკითხავთ თუნდაც მეორე მესამე წაკითხეს ჩვენ გვესმის როგორ ძალიან ლამაზია, ძალიან ლამაზად ჟღერს. და პრაქტიკულად არ ნახავთ ძველ აღთქმაში ბარბარიზმს. პრაქტიკულად ვერ ნახავთ უბრალოდ ფსალმუნებში პრაქტიკულად ვერ ნახავთ, იმიტომ რომ მე ამას აქტიურად კითხულობდი. ვერ ნახავთ უცხოს სიტყვას, მათ შორის ბერძნულსაც კი გაგიკვირდებათ. და ჩვენთან, რა ვიცი, აი ახლა ჰარი პოტერი რო წაიკითხოთ, ან კიდევ ბინდი და ასე შემდეგ, უამრავ რა ხარობს ნახავთ სიტყვებისაც. მაშინ ხომ მივდივართ იქამდე გამომცემლობა, ანუ როგორ მუშაობს ქართული გამომცემლობა. დიდი როლი აკისრეთ ამაში. მეტნაკლებად მაინც თუ ძველი თავის რედაქტორები ყავთ, განსაკუთრებულად იქ ის გამომცემლები, იმიტომ მე აქტიურად კითხულობ წიგნს, ვადევნებ თვალს თარგმანის საერთო პროცესებს. იქ თარგმნელები, რედაქტორები ახერხებენ რომ შეინარჩუნონ ქართული სიტყვა. აი მაგალითად ძველი რედაქტორი აუცილებლად ვედროს მაგირად დაწერს სათლს. ტაშტის მაგირად დაწერს ვართლს. პიჟამას მაგირად დაწერს საღამოს. მაგრამ ახალი რედაქტორები საღამოს როგორი ლამაზ სიტყვაა და ახალი რედაქტორები ამას უგულებელყოფენ, კი, მართალია და არა იგნორირებენ, როგორც ამბობენ ხოლმე იგნორი გაუკეთა. შეიძლება ქართული ენას დამხმარე ზმნა არ ჭირდება, იგნორი გაუკეთა. აღარ ჭირდება, ხო, ან მოპარული იქნა, მოიპარა, ხო, მარტივად. კი ბატონო. და მეორეც მეუნებიან რედაქტორები, როდესაც მე აუცილებლად მიმართავ ხოლმე რომ ეს რატო დატევეთ, ხო? აი მაგალითად ძველი რედაქტორი კაზინეს არ დატოვებს და დაწერს სამორინეს ან ბორდელის ნაცვლად სარუსკიპეს დაწერს, კარტის მაგალითად ბანკოს. და ახალი რედაქტორები ამას უგულებელყოფენ და ტოვებენ უკვე როგორც თანამედროვე ასე ამბობენ ჩვენთან. მაგრამ მე ვეუბნები რომ რატომ დატოვეთ ასე თქვათ კაზინო და არა სამორინო? არა, ეს ენაში მიღებული ფორმა. ვინ მიიღო ეს ფორმა? ან პასუხი არა ენაში მიღებული ფორმა. არავითარ შემთხვევაში ვედრო არ არის მიღებული. თუ ასე ვიტყვით ყველაფერზე რომ მიღებულია, მაშინ სულ მალე ხვალ დავკარგავთ ენას. რა თქმა უნდა ყველაფერზე ვიტყვით, უი მიღებულია და მოდი ვილაპარაკოთ. მე ხო თქვენ მე ორ ენაზე ვილაპარაკო და სამზე უბრალოდ და ახლა გერმანულად დაგიწყოთ ლაპარაკს ან ინგლისურად და გეტყვით რომ მიღებულია ქართულში. ატა გვაუწყდეს ხო ენა მამული სარწმუნოება, ერის თვითყოფადობისთვის, საერთოდ ზოგადად ერის შენარჩუნებისთვის, ენის შენარჩუნება ხო ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი. ერთი ყველაზე მთავარი ძირითადი ასე ვთქვათ ამომცნობი აღქმელი ერის. რატომ ვიცით რომ ჩვენ პერიოდში მცხოვრები ადამიანები არიან ქართველები? რატო ვიცით რომ ტაუკლაჯეთში მცხოვრები ქართველები არიან ქართველები? მათ დაკარგეს სარწმუნოება, ისინი მუსლიმები არიან, მათ დაკარგეს ტერიტორია, ისინი აღარ ცხოვრობენ თანამედროვე საქართველოში, მაგრამ ენა დატოვეს და ამით ვიცით რომ ისინი ქართველები არიან. ჩვენ თუ ასე მიუდგებით რომ ენასაც დავკარგავთ, დამირწმუნეთ რომ მარტო გვარი რომ შენ ხარ რაღაცა ზეთი დაბოლოებული, აშვილი დანიათი ური და ასე შემდეგ, ეს არაფერს არ მოგცემს. კარგი. ძალიან ნიკოლაი საინძე რუსეთში მოღვაწე ჟურნალისტია. გვარის გარდა არაფერი არ აქვს, ან იგივე ნუ ესე რამდენი მომღერალია და რამდენი ხო შოუ ბიზნესშიც და მხოლოდ გვარები აქვს. ანუ კიდე მელაძე კიდე ცდილობს რომ ორივე მელაძე განსაკუთრებით ვალერი რომ იყოს ამაყოს რომ ქართელია, მაგრამ კარგით რა, აი დევიდ კომა დიზაინერი ინგლისში ევროპაში მოღვაწეობს. პრაქტიკულად ვერ ლაპარაკობს ქართულად. გოგა, მაინც იქამდე მივდივართ რომ ძალიან მნიშვნელოვანია წიგნის კითხვა. ხადია წიგნი ამდიდრებს სასაუბრო ლექსიკას. ჩვენი პრობლემა სწორედ ისაა რომ ადამიანები დაშორდნენ წიგნს, აღარ კითხულობენ, შესაბამისად ვერ იღებენ წყაროს საზრდოს თავისი ლექსიკისა და ამიტომ ვერ ლაპარაკობენ გამართულად ქართულად. კარგი, ჩვენ ამ თემაზე ვისაუბრებთ, განვაგრძობთ საუბარს სარეკლამო ჭრის მერე. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მოსაზრება. ღია ეთერის ტელეფონები ჩართულია 292 11 82 292 11 99, ასე რომ დაგვირეკეთ. ვისაუბროთ გამართულად, ვისაუბროთ გამართული ქართულით. დილის სამინისტრო რადიო იმედზე. მეკლავ დაგიბრუნდით დილამშვიდობისა, ვინც ახლა გაიღვიძა და შემოგვიერთდით 21 თებერვალია მსოფლიო მშობლიური ენის დღეს აღნიშნავს. რასაკვირველია ჩვენც ვუერთდებით ამ დღეს, ჩემი სტუმარია გოგა ჩანადირი. გოგა არის ადამიანი, რომელიც ყოველივე ქართული სადარაჯოზეა. გოგა, ძალიან საინტერესოდ გაიშალა თემა, რამდენად გამართულად საუბრობთ, რაში მდგომარეობს პრობლემა, ზრუნავს თუ არა სახელმწიფო და ზოგადად რა გვჭირს, რატო ჩაანაცვლა დაუშვათ რუსულმა ინგლისური, თუ მოვუსმენთ ბევრს
ფაქტია, რომ ასე ვთქვათ, მოდი პირდაპირ ვაღიაროთ ის, რომ მოდაშია ინგლისურად საუბარი, ის რომ იცი დაუშვათ ენა და მდიდარია შენი ლექსიკა, ეს სხვა თემაა, მაგრამ რატომ უნდა ჩავანაცვლოთ დაუშვათ ქართული სიტყვები, რაღაცა თუნდაც ინგლისური სიტყვების მოდა არსებობს რამე მიზეზი. მიზეზი რის გამოც ჩვენ უნდა თქვათ მშობლიური სიტყვებზე ვარ და მის ნაცვლად გამოვიყენოთ უცხო სიტყვები. ეს არის მხოლოდ ასე ვთქვათ, კუდაბზიკობა, მარტივად რასაც დავუბრუნდეთ. ეთერამდე ჩვენ საუბრობდით და ისეთი არ შემიძლია არ გავაჟღერო, შენ მითხარი რომ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ასეთი რამ გითხრა, ტრიპი ავწიეო. ევროპაშიო. ევროპაში მე მართალი გითხრა ვერ გავიგე რას ნიშნავს. ხო, ანუ მე ვხარ მარტივად ვფიქრო ვიმოგზაურე, რას ნიშნავს ტრიპი ავწიე, ხო? და კიდე ესეთი ასე დამაღინჯებულად ძალიან ბევრი ლაპარაკობს. არ ჭირდება ქართულ ენას, არც რაღაცა როგორც აღნიშნეთ დამხმარებლები და არც მშობლიური სიტყვების უგულებელყოფა და მისი ინგლისური ჩანაცვლება. არ ჭირდება, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი სიტყვა გვაქვს ისეთი, რომელიც ინგლისურ სიტყვაზე კიდევ უფრო მაგალითად სენსიტიური და მგრძნობი არის, ან ტკივილი, ან ფაქისი. ძალიან ლამაზი სიტყვებია, ძალიან ლამაზი ჟღერადობა. ხო, ამის უგულებელყოფა როგორ შეიძლება? ან ნახეთ რა ქვია, ფარტის მაგერად წვეულები, როგორ ლამაზად გამოიყურება წვეულება, ხო? მართალი გითხრა, მე ძალიან მაგიზენებს ეს ფარტი, როცა გვაქვს წვეულება, ხო? ხადია, ხო. ან მაგალითად წალკოტი, როგორ ლამაზი სიტყვაა. ნელა ვივიწყებთ ამ სიტყვას და კარგი. მაშინ ძალიან მნიშვნელოვანია დამეთანხმები იმაში, თუ როგორ საუბრობთ, რამდენად გამართულად ჟურნალისტები. რასაკვირველია ვუშვებთ შეცდომებს, მაგრამ ისიც მნიშვნელოვანია, ალბათ ერთმანეთს უნდა მიუთითოთ, ხო, ყოველ შემთხვევაში უნდა ვეცადოთ. ვინც არ ლაპარაკობს შეცდომას არ უშვებს, გასაგებია, მაგრამ როდესაც შენ გეუბნებიან მოგმართავენ, რომ ასე აღარ თქვა, იმიტომ რომ ამის შესაძლებელი ეს არ და მაინც კვლავ იმეორებ, ეს ნიშნავს უბრალოდ შენ ენას პატივს არცებ. პატივს არცებ. შენ მშობლიურს არცებ პატივს. დღეს ძალიან კარგად დაიწყეთ, მართლაც გაეროს ეგიდით, არის მშობლიური ენების საერთაშორისო დღე. შენ მშობლიური ენა არის ქართული. მოდი დღეს მაინც 21 ასე თქვა თებერვალს მაინც ვთქვათ. ვისაუბროთ ხო ქართულად. მოდი მხოლოდ ქართული სიტყვები ვთქვათ, მოდი ვილაპარაკოთ ქართულად, მოდი ნუ არ გამოვიყენეთ ბარბარაზე. აი 22-ში თქვი ჯანდაბას, მაგრამ მე ისევ დაიწყე. კარგი, Facebook-ს რო გადახედო, ხო? ნუ სტატუსებს რო გადახედო, ფაქტიურად ეს არის რაღაც ინგლისურენოვანი სტატუსები, ხო? ვერ გაიგებ რა ეს. რასაუბრს განსაკუთრებით ტელევიზიიდან რო გამოდიან ეს დეპუტატები და რელევანტური, კარგით რა რელევანტური თქვი ნორმალურად ან ხო ძალიან კარგი გოგა. მოდი შევთანხმდეთ იმაზეც, რომ წიგნი ჩაანაცვლა ინტერნეტ სივრცე. არ ჩაუნაცვლებია სრულად. ყოველ შემთხვევაში ელექტრონული წიგნების გავრცელების მიუხედავად და მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონული წიგნზე მოთხოვნილება იზრდება, ჯერ კიდევ მაინც ქაღალდის წიგნი არის მთავარი ლიტერატურული წყარო და ინფორმაციის წყაროც განათლებისთვის. მხოლოდ ინგლისურ ინტერნეტში ჯერ არ არის სრულად ის ლიტერატურა, რომელიც წიგნში უფროა. და მაგრამ ადრე თუ გიან ალბათ ჩაანაცვლებს კი. თუმცა ალბათ ვერასოდეს ვერ იქნება დამოკიდებული მსოფლიო მხოლოდ ინტერნეტზე, მას აუცილებლად ექნება სადადარიგო წყარო, იმიტომ რომ ერთხელ შუქი არ გიქნება, ჩაგიქრება, ერთხელ ინტერნეტი გაითიშება და დარჩები ინტერნეტის შესაბამის დაწყაროს გარეშე. თუნდაც ამერიკაში ხო უამრავი წიგნის მაღაზია და ძალიან დიდი მოთხოვნა წიგნზე, ხო? ამერიკელები იზრდება ამის მიუხედავად ამერიკაში იზრდება წიგნების მაღაზიათა რიცხვი, ასევე ინგლისში თქვენ წარმოიდგინეთ, ხო ძლიერი სახელმწიფოებია, ისინიც კი ფიქრობენ, უფრო მეტიც მე-20 საუკუნის დასაწყისში ადამიანებს ზურგზე ქონდათ მოკიდული პატარა ზურგშანთა კარადა, ზედაწყოთ წიგნებზე სოფელ-სოფელ დადიოდნენ, რომ ამერიკელებს ეკითხათ. რომ მათ შეეროდათ, რომ განათლებული საზოგადოება ქმნის ძლიერ სახელმწიფოს და ძლიერ ეკონომიკას. აი ესე განათლეს და დღეს მართლაც ამერიკა მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიწყო სამოზე ზრუნვა. 1906 წელს უკვე დადიოდნენ ზურგშანთა კარადებით. რა საინტერესო. და დღეს უკვე 100 წლის თავზე ჩვენ ყველა ვიცით, რომ ზე სახელმწიფო ამერიკა, იმიტომ რომ მათ გაიცნობიერეს ასე ვთქვათ განათლების მნიშვნელობა. ინგლისში არის ერთ-ერთი დიდი სახელმწიფო, უძლიერესი სახელმწიფო. ინგლისში ფაბრიკებში და საწარმოებში იდგნენ და სპეციალურად კითხელი ყავდა დაქირავებული, რომელიც უკითხავდა მუშებს წიგნს. ფაქტია, რომ სახელმწიფო ძლიერი არ იქნება განათლების გარეშე. ხადია, ამიტომ წიგნი არის მთავარი წყარო განათლების. კარგი, მაშინ ბავშვების თემა ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ჩვენი შვილები ფაქტიურად არ კითხულობენ და როგორ უნდა გამდიდრდეს მათი სამეტყველო ლექსიკა. ინტერნეტ სივრცეს არიან მიჯაჭვულები. ხო, ის ვინც ინტერნეტ სივრცეს არის მიჯაჭვული, იმას ნაკლებად უჭირს, ნაკლებად ლაპარაკობს გამართული ქართულით, ხადია, იმიტომ რომ წალეკა მართლაც ინტერნეტმა
ქართული ენა და პრინციპში ეს არ მხოლოდ ქართული ენის პრობლემა არა, ძალიან ბევრი ენის პრობლემაა, ამიტომაც გაირო შექმნა ეს დღე. სულ ახალი დღე არ ახალი ასე ვთქვათ, ხო, დღე არის ასეთი მშობლიური ენების დღე. და მაინც ფიქრობ, რომ თუ ადამიანები მშობლები რაღაცნაირად ან მასწავლებლები მოახერხებენ და არიან ასეთ მასწავლებლები და მშობლები მოახერხებენ ბავშვები რაღაცნაირად დამოკიდებული გახადონ წიგნზე. დაინტერესონ წიგნით. დაინტერესონ კი მაშინ ეშველება ადამიანს და საერთოდ ქვეყანას ეშველება, არა მარტო საქართველოში ყველგან. ხშირად მეკითხებიან, რითი დავიწყოთ კითხვა, რითი დავაწყებინოთ კითხვა. არა აქვს მნიშვნელობა, რითი დააწყებინებ კითხვას, მით უფრო თუ ეს არ უკვე მოზარდი 12 წელს გადაცილებული. ოღონდ მან დაიწყოს კითხვა. მაგალითად, ერთ-ერთი ჩემმა ახლობელმა შვილს 16 წლის იყო, როდესაც დააწყებინა კითხვა. და შვილის პირველი წიგნი იყო ჰიტლერზე. ეს გაბრაზდა დედამისი. როგორ ბავშვის არჩევანი. ხო, ბავშვის არჩევანი იყო. თუმცა ამ ჰიტლერის წიგნს მოაყოლა წიგნი სტალინზე. მერე მოაყოლა სხვადასხვა ისტორიულ პერსონაჟებს და დღეს ისე გაიკაფა, რომ უკვე კითხულობს წიგნებს. თავარია იყოს ჩვევა, ხო განუვითარდეს ბავშვს ჩვევა. როგორც კი ჩვევა ჩამოყალიბდება კითხვა, რომ გამოყოს მან დღეში თუნდაც 1 საათი თუნდაც ძილისი თუნდაც გზავრობაში, რომ ამ ადამიანს უნდა წაიკითხოს. ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ და არჩევანი მასზეა, ხო, მოზარდზე. და მეც ახლა ჩემ ბავშვს 9 თვის არის და უკვე წიგნებს უდებ კალთაში. კალთაში რომ მან უკვე მას კონდეს უკვე ურთიერთობა რომ მის გარეშე ვეღარ გაცლოს. როცა ის გახდება 3-5-7 წლის. შვენიერი მაგალითია. დავიდანე თუ ბავშვები წიგნებსთან ბავშვებს წიგნებთან ურთიერთობა უჭირთ ეს ნიშნავს თავი დროზე მშობლება არის თუნდაც და კალთაში არ ჩაუდეს წიგნები. ძალიან კარგი. თუნდაც იყოს დიდი ლიტერატურა არა უშავს არ აქვს მნიშვნელობა ყველა წიგნში რაღაცა ილუსტრაცია მაინც არის და ჩემი შვილები უკვე დიდები არიან თუმცა ჩემ შვილებს აუცილებლად ეს გავიზიარებს გამოცდილებას და კალთაში ჩავდეთ წიგნებს. მან ბავშვმა იგზოს სურნელი წიგნის ფურცელი რომ მე უკვე როცა 5-7 წლის გახდება მას ემშობლიუროს ეს სურნელი მართალია ის გახდეს ახლობელი რა კარგია გოგო ეს რა კარგი რჩევა მოგვეცი კარგი შენ შემოვლილი გაქვს მთელი საქართველო და ძალიან მნიშვნელოვანია ის თუ როგორ საუბრობენ არა მარტო თბილისში ასე მოდურ ენაზე როგორც ჩვენ ვთქვით რომ ნუ ჩავანაცვლეთ აქ ინგლისურით რუსულით ასე შემდეგ როგორ საუბრობს საქართველო ანუ კუთხურ ენაზეა საუბარი კუთხური დიალექტი როგორია ხანდახან მეჩვენება რომ ისინი უფრო გამართულად მეტყოლებენ შენ რა სიტყვია ძალიან გამართულად ლაპარაკობენ მაგრამ ზოგჯერ არის ისეთი სიტყვები რომელიც ჩვენსაც გაუგებარია ხოლმე მაგალითად მე მქონდა ასეთი პროექტი ასელს გადაცილებული ადამიანები მათ ფოტოსესიებზე მუშაობდი და მახსოვს 105 წლის ქალბატონს ზემო აჭარაში როდესაც ვკითხე ბებო რა ლამაზად გამოიყურებით ხო მან მომართა რომ კაი რა შვილო რას მაბლაყვებო რაო რას მაბლაყვებო ვერ მიხდი რა ბებო რა არის მე შვილო მითხრა რომ ეგ მაბლაყვე ბაჭარულად ნიშნავდა რას მასულელებ ხო ნუ ეს კუთხურია დიალექტი ხო მე ვთხარი ბებო არ გაბლაყვებო მე არ გასულელებ ესე იგი ძალიან ლამაზი ბევრი საინტერესო სიტყვა არის აი ღებშიც კი აჭარაში. კი ბატონო. ხო, ერთი ცალკე სოფელია და იქ არის ჭიჭიო რა ახლოს. იქაც კი თავიანთ ენაზე ლაპარაკობენ, იმდენი სიტყვა არის. ძალიან დიდარია, წარმოგიდგენთ, ქართული ენა იმდენად დიდარია, რომ ყველა კუთხეს კი არ მხოლოდ კერძი აქვს და სამოსი და სიმღერა. გასაკვირველი დიალექტი. თავისი დიალექტია, თავისი სიტყვები აქვს ისეთი, რომელიც ერთგვარად მხოლოდ იმათვის დამახასიათებელია და შესაძლოა ეს იყოს ერთგვარად საიდუმლო ინფორმაციის გადასაწოდებელი სიტყვა ვთქვათ. ძალიან საინტერესო არაფერს ვაფხე სვანურზე და მეგრულზე ცხადია. და მეგრულ-სვანური ჭანური პირველი ქართული ენები. კი, და საერთოდ ხო ეგენები დაიდო საფუძვლად. მე ვფიქრობ, რომ ბევრი სიტყვა დღეს ჩვენ თამამაჩებია მეგრულიდან და სვანურიდანაც კი ავიღოთ და ამით მეტნაკლებად მაინც გავასუფთავოთ ასე ვთქვათ ქართული სიტყვები. მე არ ვამბობ, რომ უნდა მოვახდინოთ დიდი გადატრიალება ქართულ ენაში და ყველა სიტყვა რომელიცაც სპარსული, თურქული, არაბული ძალიან ბევრი სიტყვა პანჯარა, ჩანთა, კალამი ხო ესო არაბულია ხო? ამ დროს პანჯარა საკუმარი ერქვა ძველად მაგალითად კაფელს ერქვა შორენკეცი ბახს ერქვა მტილი ეს სიტყვებს ყველაფერი ნელინა დავკარგეთ საერთოდ დავკარგეთ სიტყვა საათის მნიშვნელობა საათი მე-7 საუკუნეში არაბული სიტყვა და მე-7 საუკუნეში შემოვიდნენ არაბები შესაბამისად ჩვენ და არაბების შემოსვლამდე გქონდათ ჩვენ საათი ნივთი ქვიშის საათი წყლის საათი მზის საათი მაგრამ რაღაც როცა ნივთი აქვს ადამიანს იმას სახელსაც უწოდებს რადგან ჩვენ გქონდა ეს საათი მაგრამ და სახელსაც უწოდებდით დავკარგეთ არაბული საათის შემოსვლის გამო ანუ გამოდის რომ არასწორად მოვეკეცით ჩვენ ენას
ცხადია ახლა შეიძლება ისეთი რაღაც როგორც არის შარვალი, შალვარი იყოს, საერთოდ ეს არ არის ქართული სიტყვა. და მაშინ ქართველები არ ხმარობდნენ შარვალს, შეიძლება არ ქონოდათ ეს, მაგრამ არ დავუშვათ ჩაი. მაგრამ თუ დავუშვათ გააქვს იმას რატო კარგავ, ხო? დაგული მეთანაღრება ხოლმე ამაზე, მაგრამ აი ცდილობ რა ხმალი ვიშიშლო და ვეკვეთვა სადარაჯოზე დონკი ხუთი ჟღერს, მაგრამ შედეგი აქვს ხოლმე ნამდვილად ჩემი მეგობრები ლაპარაკობენ ქართულად. კარგი, ძალიან კარგი, მშვენიერი გოგა, ბევრს მოგზაურობ და ნუ არა მარტო საქართველოს გაქვს შემოვლილი, საზღვარგარეთ ხარ ნამყოფი ბევრ ქვეყანაში. მაინტერესებს ისინი როგორ აღიქვავენ, ანუ ცხოველები ქართულ ენას. როგორ მოწონ ჟღერადობა, ამაზე თუ გისაუბრია მათთან? ქართული ჟღერადობა ხშირად გაუჩერები ვარ, ტელეფონზე ლაპარაკობ უცხოეთიდან, ხშირად გაუჩერები ვარ და უკითხავ რა ენაზეა ლაპარაკი. ნამდვილად მქონია ასეთი შემთხვევები, რომ უბრალოდ ენა, მაგრამ განსაკუთრებულად გადარეგულები არიან ქართულ დამწერლობაზე. ედავდი ვარ მაისურებით უცხოეთში, სადაც მაქვს ქართული წარწერები წინ უკნიდან და მაჩერს ქართული ასე ვთქვათ ინგლისური თარგმანიც მაწერია რომ ადამიანებს ხო გასაგები იყოს რა მაგალითად ერთ-ერთი ასეთი მასური მაქვს სადაც გულზე მაქვს კედის არეში ესე იგი საქართველოს რუკა ზემოდან მაწერია ნახე საქართველოს და ქვემოთ ინგლისურად experience Georgia უკან მაქვს ჩემი მიერ გადაღებული 9 ფოტო. ამაზე მეტი პოპულარიზაცია რა გქონდა. ხო და ესე მოდიან ხოლმე და ვაიმე რა ლამაზ შრიფტია საიდან რა დამწერლობაა ეს და ამას მიუძღვენი ეხლა თან სამგვარი დამწერლობა აქვს ამას მიუძღვენი მე ელექტრონული წიგნი წერე ქართულად ამბები გოგა ჩაანდირისგან რომელიც აბაზე დაიდო ელექტრონული წიგნების სახლის ვებგვერდზე და უამრავი ამბავი თვითონ ქართულ დამწერლობაზე გადამხდა რომელიც აი ასე ვთქვათ აღაფრთოვანებს უამრავ ადამიანს აღაფრთოვანებს აი საერთოდ ქვეყნებს ერებს და ჩვენ კიდე ამას უგულებელ ყოფს აგრეთვე სარეკლამო წარწერებს ან გარე აბრებს რომ დაინახავთ საერთოდ პირველ კანონის სახელმწიფო კანონის რეკლამის შესახებ არავინ არ აქცევს ყურადღებას დღეს Facebook-ზე ვიწყებ აქციას რა უნდა ვქნათ აი გამოსავალი ხო შენეული გამოსავალი შენეული გამოსავალი არის რომ მივდივარ ამსა დაწესებულებებში მიმაქვს კანონი ვეუბნები რომ თქვენ არ გყავთ კანონს სახელმწიფო კანონის რეკლამის შესახებ მე მაქვს უფლება ეს შევატყობინო საგადასახადოს მთავრობას მაკონტროლებელ ორგანოებს ზოგიერთი დაწესებულება ეკონომიკის სამინისტროს ქვეშ არის თქვენ არ გყავთ კანონს მაგრამ მოდით მოვრიგდეთ მე ამას არ მიმართავ დაწესებულებებს და სასამართლოს იმიტომ რომ ვიცი რომ თქვენ ამის გამო დაგაჯარიმებენ მოდით მოვრიგდეთ და გააკეთეთ ქართული წარწერა და როგორ ხდება ეს მორიგება ასე სიტყვიერად მე მივახციე იმას რომ აქედან დავუშვათ 100 მაღაზიიდან 25-ს მაინც გავაკეთებინე ქართული წარწერა ოჩა და შემიძლია გითხრათ არა მარტო მაღაზიებს უდიდეს სასტუმროებს და კიდე ძალიან ბევრს გოგა საამაყო ადამიანი არა ჩვეულებრივი ასე ვთქვი გავაკეთებინე იგივე საქმით არის დაკავებული იგი ასე ვთქვი ეთნიკ მოსარგებლეების უფლებები დავიცვა და მათთვის გავაკეთებინე ხოლმე ადაპტირებული გასული ზოგჯერ მეჩხუბები ახლა მეტი მოგცლია მეუბნები მე ვთქვა კი რომ მოგცლია იმიტომ მოვიდით თქვენთან მეთქი მაგრამ ნელა ხდება გარდატეხა არ ვამტყუნებ ამ ადამიანებს არ ვამტყუნებ ადამიანებს რომლებსაც ასე უცხოურობისკენ ჩაკეტილი მაშინელი კარჩაკეტილი საქართველოს მოსახლეობა დღეს უცხოეთისკენ მიუტვის და ამ ინგლისურენოვან ლაპარაკში ინგლისურენოვან წარწერებში ასეან მიაჩნიათ საზღვრების გამოსავალი საზღვრების გახსნა დაღიქვამის ინგლისში პირიქით ჩაკეტვა სამგერ შესას აფერხებ მე ის რომ არ ქონდათ ინფორმაცია როგორ უნდა მოქცეოდნენ თქვა შიშიმ პირებს ამიტომ არის ის რომ სტანდარტებს არ იცავენ და ვიღაცებმა გააკეთეს მაგრამ სტანდარტი არ დაიცვნა მაგრამ რო გააკეთეს ეს უკვე მაინც კარგი იმიტომ რომ რაღაცნაირად დაუშვეს ფიქრი თავიანთში რომ კი ბატონი იმათვისაც უნდა ქონდეს გოგა რაც შეეხება შეშემოპირებს მე სიამოვნებით მოგიწევთ ჩემს საავტორო გადაცემას ჩვენ ახლა და ჩვენ ამ თემაზე ესე ძირფესვიანად ვისაუბრებთ ხო ეს უკვე ცალკე გადაცემის თემა გოგა და ისევ მინდა დავუბრუნდე სახელმწიფოს და მედიას ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა და რა უნდა გავაკეთოთ ჟურნალისტებმა იმისთვის რომ ქართული ენა არ დაიკარგოს და სრულად არ გაღარიბდეს და რა უნდა გააკეთოს სახელმწიფო დღეს მოსახლეობას ენას კარნახობს მედია კი ბატონო ჟურნალისტები ხათშეს არც მედია და ჟურნალისტი არ არის ქართული სიტყვა მაგრამ ჩვენ არ აქვს მის შესაძლებლად მაგრამ მე ხო ვთქვი რომ ეს პურიზმის მომხრე არ ვარ მეთქი რომ ანუ ყველაფერი გაიწმინდოს დაიდე წყალია 100% რომ გაფილტრო ის წყალი აღარ იქნება სასარგებლო იმიტომ წყალს არის მიკროელემენტებია რომელიც აუცილებელია ორგანიზმისთვის და მედია რადგან კარნახობს ასე ვთქვათ მოსახლეობას ენას განსაკუთრებულად პირდაპირ ჩართვების დროს
სატელევიზიო გამოსვლების დროს, რადიო ჩართების დროს, რადიო გამოსვლების დროს, ასევე გაზეთი ხო, პრესა. ამიტომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ რა სიტყვიან. ჟურნალისტი, რომელიც მუდმივად ბარბარიზმს ამბობს პირდაპირ ეთერში, უკვე ხვდები, რომ მას უბრალოდ დრო არ აქვს წიგნები იკითხოს. ან უბრალოდ არ უყარს წიგნები. ან არ წაუკითხავს. ხო, არ წაუკითხავს, უბრალოდ აი ყვავილს რო წყალს ასხან. ის აღარ ჭკნება. რასაკვირველი. 2 დღეში ერთხელ, 3 დღეში ერთხელ ზოგიერთ ყვავილს მეც მაქვს გამწვანებული გარემო სახლში. ზოგიერთ ყვავილს ყოველდღე უნდა წაკითხო, ზოგიერთ ყვავილს 4 დღეში ერთხელ, ზოგიერთ 2-3 კვირაში ერთხელ. ზამთარში მithumetes პაუზები უფრო გრძელია. თუ ყვავილს წყალს არ დაუსხამ, ის ჭკნება. გონებასაც თუ წიგნი არ მიაწოდე, ის ჭკნება. ანუ თუ შენს ლექსიკას წიგნი არ მიეცი, ის ნებდა გიღარიბდება. გოგა, მე თავის წარმომადგენელი ვარ, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვცდილობდით, რომ გამართული ქართული დგომეთ ყველა. ყოველ შემთხვევაში ვცდილობ. შენ დროს მეორე არხზე, როდესაც მიყავდი გადაცემა, ნამდვილად იყო და ასე საინფორმაციოებში ნამდვილად იყო ქართული ენის მაღალი კულტურა. ძალიან მაღალი. რატომ აღნიშნეს? ხშირად დავშვა თუ თქვამთ, რომ იცი რა, ცოტა მძიმედ საუბრობ და არ გჭირდება. არ იყო მძიმე. აი ახლა ვამბობ. ძალიან ბევრია, რომელიც დავშვათ მეუბნება, ну, ყოველ შემთხვევაში ვცდილობ, რომ გამართულად ვისაუბრო, მძიმედ საუბრობ, მარტივად ისაუბრე და მე გეკითხები, მარტივი ენა რას ნიშნავს? ბარბარიზმებით საუბარი? მარტივი ენა ძალიან საინტერესო კითხვაა. როგორც ასეთი ასე ვთქვათ, გლობალურად ამაზე არ ვფიქრე, მარტივი ენა ჩემს არის გასაგებად საუბარი, ოღონდ არა ბარბარიზმებით. პირიქით, ყოველთვის რას ერჩით ბებია ჩემს გააგებინეთ რის თქმა გინდათ. პირიქით, ანუ ეგ არ არის მარტივი ლაპარაკი, ჩვენ მელაპარაკე მეინსტრიმით, ლაივით და ასე შემდეგ. ერთხელ ერთ ორგანიზებას წარდგინებაზე, აი პრეზენტაციის დასწრებით მე ყოველთვის წარდგინებას ვამბობ. დიახ. ერთმა გოგონამ ერთ-ერთი ბანკის საზოგადოებასა ურთიერთობის ხელმძღვანელი იყო და დაიწყო ის რახარუხი ინგლისური სიტყვებით და ბოლოს ავდექით და გავაბრაზდი, რომ მოთხარ ან ინგლისურის თარგმნელი მომიყვანეთ მეთქი თარჯიმანი, ან ამ გოგოს ქართული ასწავლეთ. საინტერესო რომ ნახევარზე მეც არ ესმის. ხო, არ ესმის. აი ესე პირდაპირ 80 კაცის წინ სასტუმრო ქორთიარში ტარდებოდა ეს შეხვედრა. მეც მიწეული ვიყავ ერთ-ერთ მოხსენებლად და გადავირე ისეთი ახალგაზრდა გოგო, ისეთი ასე ვთქვათ, რახარუხი, რა ვიცი, აი საქმე რა შეეცია ეს რახარუხი გონიათ, რომ ეს არის რაღაცა ესეთი წარმომადგენლობითი განათლების აღნიშნული. ინგლისური ენის ცოტა განათლებას არ ნიშნავს. რასაკვირველია, სამწუხაროდ, ну, ეს ფაქტები ფიქსირდება და ყოველ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვეცადოთ, მაგალითი მივცეთ, ჩვენ ვუშვებთ შეცდომებს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს იმის სურვილი, რომ ჩვენი ენა არ დაიკარგოს და ჩვენი ენა არ გაღარიბდეს. უფრო მეც გეტყვით, ყოველთვის მე რადიო იმედის ერთ-ერთი აქტიური მსმენელი ვარ, უკვე რამდენი 15 წელია ალბათ უკვე. ჯერ კიდევ მანამდე ვიდრე აუდიენცია იყო, მე აუდიენციის ბაზაზე დაიფუძნა. შეიძლება მე საინფორმაციო გადაცემებსა და პირდაპირ ეთერს, განსაკუთრებით მანქანაში ტრანსპორტში. ერთ-ერთი გამართული სწორად მეტყველი რადიოა. დიდი მადლობა, ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ეს გვესმის. უფრო მეტიც აი რადიო აუდიენცია, რომელიც თავის დროს რუსულად გადიოდა. მას ჰქონდა ესეთი აქციები, ყოველ 14 აპრილს ქართული ენის დღეს, დაცვის დღეს, მთელი დღე მაუწყებლობდა ქართულ ენაზე. რუსულენოვანი რადიო. გოგა, ძალიან დიდი მადლობა, მე გისურვებ წარმატებებს და ნამდვილად შენ ხარ სამაგალითო ადამიანი, რომელიც არა ასეა. არა, ჩვეულებრივი, მაგრამ სამაგალითო ჩვეულებრივი ადამიანი არ შეიძლება სამაგალითო იყოს და ადამიანი, რომელიც ყოველივე ქართული სადარაჯოზე დგას. 21 თებერვალია დღეს, მსოფლიო მშობლიური ენის დღეს აღნიშნავს და რასაკვირველია ჩვენც უერთდებით ამ დღეს. ვისაუბროთ გამართული ქართულით. დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებ. მსმენელს კი რასაკვირველია ვუსურვებ ყოველივე საუკეთესო წარმატებებს, კარგ განწყობას და დღევანდელი დღის კარგად დასრულებას. მე დროებით გემშვიდობებით ხუთშაბათამდე ნახვამდის. დილის სამინისტრო რადიო იმედზე.